მაგას არ ვიძახ, ქვემოთ კოლექტორი. რა პრობლემაა ეხლა? ფიზიკურად ვიწევს სიტუაციის დიაგნოზი. რაიმე გეგმა თუ აქვს საერთოდ? ანუ დასუფთავების სამსახური ვერ ამოდის. არანაირი სერვისი არ აქვს. ხალით არ ვინახე ისა დაჭილენია ხალით. ჩვენი პრობლემაა ძირითადად სანიაღვრე სისტემა, კანალიზაცია, გზა, დასუფთავების პრობლემა გვაქვს და ტრანსპორტი არ დადის. დადის ერთი მარშრუტკა საათში ერთხელ და ისიც ძალიან იშვიათად დაზიანების გამო. აქ არიან ბავშვები, რომლებიც ვერ გადაადგილებულან სკოლაში და ვერ მისულან. უხდებათ მინდვრების, ტალახიანი მინდვრების გადალახვა იმისათვის, რომ სკოლამდე მიაღწიონ და ეს არის რაღაცა სასწაული წამება. ამას მოდის სხვა ძირითადი პრობლემა, ეს არის კანალიზაციის არ ქონა, ეს არის წყლის გაფუჭება კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ, წყალი არ არის და ამ დროს ქალაქის სტატუსი აქვს ამ ყველაფერს. ჩვენ ხო ვიყოფებით გდანის რაიონში, დასახლება მუხიანი 2-ში. სადაც პრაქტიკულად მოშლილია ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც ასეთი უნდა არსებობდეს. არ არის ელემენტარულად ზის საფარი, ნასახიც კი არ მუშაობს აქ მუნიციპალური სერვისი, დასუფთავების სამსახური და კვირაში ერთხელ თუ შემოვიდა ეს სამსახური ნაგვის გასატანად, მოსახლეობა ადგილობრივი არის ბედნიერი და დასუფთავების სამსახური ხსნის მათ ცუდ მუშაობას, იმით რომ გზა არის მოუწესრიგებელი და მათი სათანადო საშუალებები გამოუწყობლიდან არადა ხალხი ცხოვრობს და ისინი აღერხებენ გადაადგილებას, მაგრამ ყველაზე მეტად დასალანი არის ის, რომ 21 საუკუნეში ელემენტარულად ნაგვის ბუნკერის კი ვერ დადგა მილიარდელი ივანიშვილის მერია, ელემენტარულად ნაგვის ბუნკერის. არადა ამ ხალხს ახდევიებენ გადასახადებს, ისეთივე გადასახადებს, როგორცაც იხდის მაგალითად თითოეული თბილისელი, რომელიც ცხოვრობს თბილისის ცენტრში და სარგებლობს მუნიციპალურ სერვისებით. ეს ადამიანები იხდიან გადასახადებს, მაგრამ ვერ სარგებლობენ მუნიციპალურ სერვისებით და მიმართავ გდანის გამგებელს, გდანის გამგეობას, ელემენტარულად გეგმა მაინც წარმოუდგინოს ადგილობრივ მოსახლეობას, თუ გაითვალისწინებენ 2017 წლის ბიუჯეტში ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად რაიმე თანხას.